ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოზარდებისთვის შემეცნებით საგანმანათლებლო ტრენინგები გაიმართა. ტრენინგებს, რომელიც ქალაქ წყალტუბოში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული 9 მოზარდი დაესწრო, რომელთა ასაკი 12-დან 15 წლამდეა. მონაწილეებს 2 დღის განმავლობაში ტრენინგები ბავშვთა უფლებებზე, ბულინგზე, კონფლიქტების მართვაზე, მშვიდობის მშენებლობაზე, ტოლერანტობაზე, ლიდერობასა და გუნდურობაზე, ასევე არასრულწლოვანთა დასაქმების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩაუტარდათ. მოზარდები აქტიურად განიხილავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ საკითხებსაც. პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების მხარდაჭერა არაფორმალური განათლების გზით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ისეთ ტიპის პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დევნილი საზოგადოების განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას კონკრეტულ პროექტებში, რომლის მიზანია, ესე ვთქვათ, მათი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ვასწავლოთ არ მხოლოდ ესე ვთქვათ, სწავლებისთვის, არამედ სწავლება დასაქმებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ტრენინგი, ვორქშოპი, ინფორმაციის მიწოდება, ჩვენ ამ ბავშვებთან, ამ ახალგაზრდებთან ვინარჩუნებთ ურთიერთობას და ერთობლივად, როგორც ესე ვთქვათ, საჯარო უწყებები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, მჯერა რომ კონკრეტულ მიზანს მივაღწევთ, ესე ვთქვათ, ჩვენს წვლილს შევიტანთ ჩვენი საზოგადოების მშენებლობაში.